თუ მეცნიერება დაეცემა საქართველოში ქართველი ხალხიც დაეცემა ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნიტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისაც ბრძანა. უწმინდესმა ახალგაზრდებს მოუწოდა იმ მეგობრონ არა რადიოსთან, ტელევიზიასა და ინტერნეტთან, არამედ წიგნთან. დღევანდელ ქადაგებაში პატრიარქმა მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მონასტრები უძველესი დროიდან გამოირჩეოდა იმით, რომ სულიერი მოღვაწეობის გარდა მონასტრებში დიდი სამეცნიერო საქმეები კეთდებოდა. პატრიარქის თქმით, მეცნიერება არის დიდი ძალა, რომელსაც მუდმივად ეყრდნობოდა ქართველი ერი და ქართული ეკლესია. პატრიარქმა ქართველი ერისა და ქართული ეკლესიის სახელით მადლობა გადაუხადა მეცნიერებს და ახალგაზრდებს მიმართა, რომ მათი სახელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის ცნობილი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ზუსტ მეცნიერებას აირჩევენ. ქადაგების დასასრულს ილია მეორემ დეკანოზი ზინო მშვენია მეორე ჯვრის დაარების უფლებით დააჯილდოვა, ხოლო იღუმენი დემეტრე თეთრუაშვილი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა და მას მითრა უსახსოვრა. პატრიარქმა დღესვე ხორნაბუჯისა და ჰერედის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე მელქისედეკი და მისი ეპარქია დალოცა. მინდა მივმართო ჩვენ სახელმწიფოს და უთხრა, რომ თუ მეცნიერება დაეცემა საქართველოში, თვითონ ქართველი ხალხის დაეცემა. მეცნიერება ეს არის ის დიდი ძალა, რომელსაც ეყრდნობოდა ჩვენი ერი, ჩვენი ეკლესია. აბა გადახედეთ ჩვენს წინაპრებს, როგორი რუდუნებით, როგორი ვაზრით მუშაობდნენ. თქვენი პირველი და მუდმივი მეგობარი უნდა იყოს წიგნი, არა ტელევიზორი, არა რადიო და ინტერნეტი, არამედ წიგნები. წიგნებს უნდა ვკითხულობ